ელენე ხოშტარიან შეწყვიტა შემშევა კი ბატონო. რომ ერთობა მიღწეული არის არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ვიცით რომ ამ განცხადებას ხელს არ აწერს დახარია და ლევო. ეს პროცესები შეაფასოთ რა მიზანი ჰქონდა ამ პროცესის დაწყებას შემშევას გულისხმობ და რა შედეგს მიაღწია. ხო, არ ვიცი, მე გუშინაც თქვი, უბრალოდ ჯერ მისი გადაწყვეტილება იყო გაუგებარი და თვითონ განცხადება, რომელიც მან გააკეთა, ხო, ოპოზიციასთან მიმართებაში, ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო საპროტესტო შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ნონსენსი და წარმოუდგენელია, ხო? ეს ხადია მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი, თუმცა განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, ახალი არაფერია, ხო? ის ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, ისედაც ვიცოდით, რომ ვარს იძახდნენ და ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა არის რიგი ოპოზიციური პარტიები, ვინც გამოხატავს მზაობას მიიღოს არჩევნებში მონაწილეობაში. შესაბამისად, არ ვიცი, გაუგებარია აბსოლუტურად რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი. ან დაწყების შიმშილობის, ან შემდეგ შეწყვეტა. ესაც კითხავთ თუ შეიძლება ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა მონაცემები საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველოს 21 საუკუნის სამეულშია და ასევე 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით იკავებს პირველ ადგილს. რო შევაფასოთ ზოგადად ეს მონაცემები, რამდენად მნიშვნელოვანი ესეთ რეიტინგებში ლიდერობა და რა ფაქტორებმა განაპირობა ეს წარმატება. ნახეთ, ყველა ობიექტური შეფასებით და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. პოლიტიკა, რომელიც აქვს არჩეული ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს, ეს არის ყველაზე სწორი პოლიტიკა. შესაბამისად, შვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ქვეყანაში თუ არა გაქვს შვიდობა, წარმოუდგენელია რაიმე წარმატებას მიაღწიოთ. წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება, წარმოუდგენელია ადამიანების კეთილდღეობა, ბიზნესის წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაზეც უნდა გავაგრძელოთ ზრუნვა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. შვიდობას დღევანდელი გადმოსახედიდან დღევანდელ ვითარებაში, რაც ხდება მსოფლიოში, რაც ხდება ჩვენთან რეგიონში, არ აქვს ალტერნატივა. დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. კი ბატონო, დიდი მოგონებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ქართველი დიპლომატი და მას უთხრეს, რომ უნდა შეწყდეს საქართველოში პარტნიორებზე თავდასხმა ოფიციალური პირების მხრიდან და ასევე პოლიტიკური ლიდერების დაკავებაც არ შეესაბამება ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. რას უპასუხებთ ამ შემთხვევაში? ვინ დაიბარეს? გიორგი საგანელიძე, რომელიც დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს, მოვალეობის შემსრულებელია. ელჩი არ ყავს ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის. და რას თხოვენ, რა უნდათ? უნდა შეწყდეს თავდასხმა ბრალდებების გავრცელება, მაგალითად ისეთი როგორიც არის სავარაუდოდ ეს ჩემი აზრია, მათ არ მიხსენებიათ განცხადებაში, რომ ბრიტანეთი მაგალითად ექსტრემისტს აფინანსებს, გაიგებდით ამას ირაკლი კობახიძისგან და ასევე ის რომ ოპონენტების დაკავება არ შეესაბამება ევროინტეგრაციას. რა მარტივად გეტყვი? დამატებითი ზომების მიღებასაც აპირებენ. ხო, ჩვენ არავის არ ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველოს ებრძოდეს ამ ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს? ხო, ნონსენს, ხო წარმოუდგენელია. ყოველდღიურ თავდასხმის რეჟიმში. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთიდან, თუნდაც ევროკავშირიდან. წარმოუდგენელია პროსტა. ბატონო? ჩვენი პარტნიორებისგან აი კითხვა არ გაგჩენიათ არასდროს იქნებ არა, პასუხიც მაქვს მაგაზე, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ძალიან მარტივია. მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მას შემდეგ, რაც ჩვენ პირდაპირ გვაშანტაჟებდნენ კაბინეტებში, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში და საქართველოში გაჩაღებულიყო მეორე ფრონტი, ამის მოწოდებებიც გახსოვთ. თუ მაცლით, გეტყვით ბოლომდე როგორ იყო. და სრულბრალდებები როგორ არის, ამას პირდაპირ მაღალი თანამდებობის პირები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ ამაზე. თუნდაც ჩვენი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები. მე კი დაიწყეს უარყვეს, რომ ჩვენ არასდროს არ გვითქვია, მაგრამ არქივი ხო არსებობს კაცო. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გამოდიოდნენ, მე თუ რამეს ვაჭარბებ, შემისწორეთ და მითხარით. გამოდიოდნენ პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ აი შვიდობა და სანქციებს არ უერთდებიან, გურჩევნია ბომბებიც წიოდეს ქვეყანაშიო. გამოდიოდნენ პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველოს უნდა შემოგვეხიდოსო მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.
მნიშვნელობა ხო ამბობდა ამას უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ამბობდა ამას. შესაბამისად, ბრიტანეთი რას აკეთებს? არ წარმოუდგენია დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ შალო პაპუაშვილმა აბსოლუტურად ღიად ხო დასამალი რა არის. გამოაქვეყნონ ვის რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ ბოლო წლების განმავლობაში. შენ თუ კეთილსინდისიერი ხარ, რა პრობლემაა, რომ წარადგინო ეს ყველაფერი, გაასაჯაროო და აჩვენო ყველას, რომ ვის აფინანსებდი. მაგრამ პრობლემა იცით რა არის, რომ ის რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, რევოლუციის მოწყობის მცდელობები, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, საზოგადოების გახლეჩვა, დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსდებოდა გარედან. ყველას ჰქონდა თავისი ინტერესი, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა, უნდათ რომ დაემხოთ, ჩამოეგდოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აფასებს და რა ვიცი, მარტივია, მე მგონი არ არის ესეთი რთული. სანქციებს თუ ელოდებით ამ შემთხვევაში, მაგრამ იგივე არ ვიცი, ხა ეგ სანქციებიც ხო დაძველდა ეს სანქციები, ვერავის ვერ აშინებენ ამ სანქციებით, ხო? როდესაც საქმე ეხება შენ სამშობლოს, ქვეყნის ინტერესთან, შენ იცი, რომ შენი ქმედებებით, როგორც საუბრის დასაწყისში გითხარი, ჩვენ არავის არ ვებრძვით, როგორ შეიძლება ჩვენ ვებრძოდეთ ამ ბრიტანეთს, როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას, ამერიკას, წარმოუდგენელია. უბრალოდ გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება ამ საგიჟეში, რაც ხდება მსოფლიოში. ბატონო, არანაირად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, პოლიტიკაში რატო ვართ, ხო? ხალხი რატო გვიჭერს მხარს? პირველ რიგში უნდა გავატარო ჩემი ხალხის ინტერესი და ჩემი ქვეყნის ინტერესი. და არა ვიღაცა ეხა გარედან ვიღაცა მიბრძანებს, რომ აი შენ დღეს უნდა მოამზადო ჯარი, ჩვენ დაგეხმარებით, ყველაფერს ხელშეგიწყობთ და გააჩაღო მეორე ფრონტი. ან ვიღაცა გამოდის და მიბრძანებს, რომ ქვეყანა უნდა მიუერთდეს სანქციებს, რომ ვიცი, აღნიშნული სანქციები პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისთვის იქნება დამაზიანებელი და ჩვენი ეკონომიკისთვის და რატო უნდა გადავდგა ისეთი ნაბიჯი? შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, რატო მაიძულებ გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი ხალხისთვის და ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი? ანუ იტყუება ევროკავშირი და ბრიტანეთი როცა ამბობენ, რომ არ ვთხოვდით და ასეთი მოწოდება ჩვენ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ალბათ ძალიან მალე რეზოლუციებსაც ვიხილავთ ამასთან დაკავშირებით, როგორც სანქციებთან დაკავშირებითაც ხო იძახდნენ. ხო გახსოვთ ეს, რომ ამბობდნენ ჩვენ როდის გვითქვიაო ერთხელ მაინც რომ ქვეყანა სანქციებს უნდა მიუერთდესო და მაგ რეზოლუციებში წერენ პირდაპირ, რომ საქართველო ისჯება იმის გამო, რომ არ მიუერთდნენ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც დამღუპველი იქნებოდა ჩვენთვის და ეხლა როდესაც გეუბნებიან, წადი კედელს დაეტაკეო და იცი რომ კედელს დაეტაკები თავი გაგეტყდება. ხა გიჟი ხო არა ხარ, რატო უნდა გადადგა ესეთი ნაბიჯი? სასამართლოს დაგედვაზე უნდა კითხოთ აუცილებლად, თქვენთვის მისაღებია ეს აი როდესაც სასამართლო დაიხურა სრულად და საზოგადოების ინფორმირება აღარ ხდება იმ პროცესებზე, რაც შექმნა. ნახეთ, ჩვენ ხო ვდგავთ ნაბიჯებს ევროპისკენ. შესაბამისად, ყველა რეფორმა, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი კანონმდებლობა დაავაახლოვოთ ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობას. ძალიან მარტივია. სასამართლოს დაკეტვაც ამის ნაწილია? როგორც არის ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში, იგივე იქნება ჩვენ. მოქალაქე უფრო ინფორმირებული იქნება, ერთი წუთი. მოქალაქე უფრო ინფორმირებული იქნება ამ შემთხვევაში სასამართლო დაკეტილია შეგნით მიმდინარე პროცესებზე. ინფორმაციის მიღება დღეს შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ალტერნატიული წყაროები და უამრავი შესაძლებლობა არსებობს ამისი. ასე რომ 2007 წელს გირგლიანის საქმის პარალელურად დაიხურა სასამართლოს ხდომები. თქვენ მაშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყავით, როგორც მახსოვს. მაშინ რა პოზიცია გქონდათ იგივე ესაბამებოდით მაშინაც? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის რაც ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში. თქვენ მოგწონდათ ის რაც ხდებოდა სასამართლო დარბაზებში? მოგწონთ ამდენი ადამიანი არ მომწონს, ნახე, არ მომწონს. როგორ შეიძლება მოგწონდეს ადამიანის, მაგრამ როდესაც შენ მიკროფონს ურტყავ თავში პოლიციელს, ქვას ესვრი, ცოცხლად წვავ ადამიანს ამის მცდელობა გაქვს. რა თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ? კანონმა უნდა იარსებოს თუ არ უნდა იარსებოს? ანუ თქვენ ახლა შეგიძლიათ აიღოთ მიკროფონი და ჩაარტყათ ვიღაცას თავში და ამისთვის არაფერი. ჟურნალისტი ვარ, ეს უნდა იყოს სააკაშვილის დროსაც სწორი იყო და ახლაც სწორი.
რა იყო სააკაშვილის დროს სწორი და სასამართლო რო დაკეტეს, იმიტომ რომ თქვენი თანაგუნდელები ვინც ახლა თქვენ გულშერეთ, მაშინ აკრიტიკებდნენ სააკაშვილს. თქვენ როგორც მახსოვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყავით, მე სკოლაში ვიყავი, მაშინ, მაგრამ ნახე, ხა თქვენ თუ გაინტერესებთ მე სააკაშვილის მხარდამჭერი ვიყავი, რა თქმა უნდა ვიყავი. მე მივესალმებოდი იმ პოლიტიკას, რომელიც მან დაიწყო და წამოიწყო, თუმცა ვიყავი პირველი და ერთ-ერთი, ვინც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რაც არ მომწონდა. მე ამის არ მსხვენოდა და დღეს, ბატონო, 2007 წელს ესეთი არ გვახსოვს. ხოდა კარგად ნახეთ, კრიტიკებით მომიტინგებს. კარგად ნახეთ 2008 წელს ჩემი ჩართვა სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაზე ვიყავი მიწვეული. და მისი გამოსვლა იყო ინგა გრიგოლიასთან იყო, თუ არ მახსოვს. ხო, კარგად გაიხსენეთ და ბევრჯერ უყურეთ ამას და შესაბამისად გაისგანეთ კარგად, რომ მე ვიყავი ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა ის კარგი რაც კეთდებოდა ამაზე ღიად საუბრობდი, მაგრამ ასევე ხმალამოღებული ვიბრძოდი და ვამბობდი იმას, რაც არ მომწონდა და ასეა ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. ბატონულაძემ რაც გაიგო, რომ დინამო სტადიონი არ ეკუთვნის მერიას, ახლა ვფიქრობთ, რომ დაუქირავთ და მერიამ გადაუხადოს ყრილობისთვის თანხა, რომ შევიდეს. ხო, არ ვიცი, ეხლა წარმოუდგენელია, აბსოლუტურად გაუგებარი არის. გუშინ სხვათა შორის მე დამისვეს შეკითხვა და ზუსტად იგივე ვთქვი, რომ დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და რა ვიცი, მერია რაშვაშია ღონისძიების ორგანიზებასთან და შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტი საოცრება იყო, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჯულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი. მე გადავიხდი, მე ვარ მზად ვარ, ოღონდ არა დინამო, აიმე პატარა მინი სტადიონს ავიღებ. ამისთვის მზად ვარ. ჩვენ ვისმენთ ბოლო პერიოდში ხშირად, რომ ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რას ექმნება ეს ციფრები, იმიტომ რომ ეკონომისტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეალურად ყველა სექტორში არის კრიზისი, ხალხი ღარიბდება და რას ექმნება ეს კრიზისია და ქვეყანა არიზდება ეკონომიკურად. ვიტყუებით, ხო? რას ექმნება ეს რო გითხრათ? არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? მე რა აგიხსნა, თქვენ ეყრდნობით ისეთ ექსპერტებს, რომელიც საერთოდ რეალობას აცდენილები არიან, არანაირ პოლიტიკურად სპეკულირებენ და ვერ ხედავთ რა ხდება ქვეყანაში. გაიარ გამოიარეთ და ვერ გზნობთ, რომ ეკონომიკურად ქვეყანა ვითარდება? ხალხი არ არის დაღარიბებული. ნახეთ, ქვეყანაში არის პრობლემა სიღარიბის, რომელიც დღეს მინიმუმამდე არის დაყვანილი, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა და დღეს მთავარ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, ეს არის სიღარიბის კიდე შემცირება, რომ დავიყვანოთ ისეთ მინიმუმამდე, როგორც ბევრ ძალიან მაგარ განვითარებულ ქვეყანაში არის. ეს არის მთავარი ამოცანა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეს ყველაფერი ვერ მოხდება თუ ჩვენ გავატარებთ იმ პოლიტიკას, რასაც თქვენ მეუბნებით. ეგ არის თქვენი ნარატივი და ამ რადიკალური დაჯგუფების, რომ უნდა შეუერთდეს სანქციებს, ქვეყანაში გავაჩაღო მეორე ფრონტი, თავს დავესხა და შევიჭრა, რა ვიცი, ვეომო რუსეთს, ეს დამღუპელი და დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყანა. მადლობა.